1793 წლის 24 ივლისი. გეორგიევსკის ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის. ტრაქტატის პირობებით ქართლ-კახეთი აღიარებდა თავს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომად. სამაგიეროდ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. რუსეთი ვალდებული იყო დაეცვა ქართლ-კახეთი ნებისმიერი გარეშე მტრისად. ქართლ-კახეთმა ტრაქტატის ყველა პირობა შეასრულა. რუსეთმა არა. რუსეთმა არ დაიცვა ქართლ-კახეთი 1785 წელს ომარ ხანის შემოსევისას. რუსეთმა არ დაიცვა ქართლ-კახეთი 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევისას. 1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მოახდინა მისი ანექსია. 1920 წლის 7 მაისი. ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთის შორის. ხელშეკრულების პირობით საქართველო დათანხმდა ნეიტრალიტეტს და კომუნისტური პარტიის ლეგალიზებას. რუსეთმა სცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოზე თავდაუსხმელობის პირობა დადო. ქართულმა მხარემ ორივე პირობა შეასრულა. რუსეთმა არა. 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რასაც მისი ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა. 1992 წლის 24 ივნისი. დაგომისის შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დადებული ამ ხელშეკრულების მიხედვით საქართველომ რუსეთის სამხედრო შენაერთებს ოფიციალურად მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი და დადო ცეცხლის შეწყვეტის პირობა. რუსეთმა აიღო ვალდებულება სეპარატისტების განიარაღებაზე და პასუხისმგებლობა რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე. საქართველომ შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა. რუსეთმა არა. ხელშეკრულების მიუხედავად რუსეთი გამუდმებით აწვდიდა შეიარაღებას სეპარატისტებს და უშუალოდ მონაწილეობდა მათი ბანდფორმირებების სამხედრო მომზადებაში. რუსეთმა თავისი სამშვიდობო მისია ახალი ომით დაასრულა. 1993 წლის 27 ივლისი. სოჭის შეთანხმება საქართველოს, რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას შორის. შეთანხმების მიხედვით საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გამოეყვანა მძიმე ტექნიკა. რუსეთი პასუხისმგებელი იყო აფხაზის სეპარატისტების განიარაღებაზე. საქართველომ შეთანხმების პირობა შეასრულა. რუსეთმა არა. რუსეთმა აფხაზის სეპარატისტები შეაიარაღა და 1993 წლის 16 სექტემბერს იერიში მიიტანა დაცვის გარეშე დარჩენილ სოხუმზე. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაცია და განახორციელა ეთნოწმენდა მის ტერიტორიაზე. 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა განახორციელა შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა ეთნოწმენდა ცხინვალის რეგიონში. საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად რუსეთი იძულებული გახდა შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები. გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველო ვალდებულებას იღებდა გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ჩვეული დისლოკაციის ადგილებში. რუსეთი პირობას დებდა გაეყვანა საბრძოლო შენაერთები ომამდელ პოზიციებზე. საქართველომ დადებული პირობა შეასრულა. რუსეთმა არა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე გრძელდება.